მერისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის მიზნობრივ პროგრამებს საზღვაო აკადემიის სტუდენტები გაეცნენ. წლის განმავლობაში დაგეგმილია შემეცნებითი ტურები, ინტელექტუალური თამაშები, თეატრალური კვირეულისა და სამთო ახალგაზრდული ბანაკის მოწყობა. მოქმედებს სტუდენტური დასაქმების პროგრამაც. უწყებების წარმომადგენლებმა გასული წლის აქტივობებით შეაჯამეს. საინფორმაციო შეხვედრები ყველა უმაღლეს სასწავლებელში იგეგმება. სტუდენტებს 2014 წლის სპორტისა და ახალგაზრდობის პროგრამებს გვაქვს სიახლეები, რა თქმა უნდა, ბიუჯეტიც შედარებით გაგვეზარდა და ვფიქრობთ, რომ გვაქვს ესეთი პროგრამები, რომელიც ძალიან სასარგებლო იქნება სტუდენტებისათვის, ასევე მოსწავლეებისათვის. 2014 წელს დეპარტამენტს აქვს ახალი პროგრამა, ახალგაზრდული კლუბების ხარდაჭერის პროგრამა, სადაც 5 კლუბი არის, უკვე მუშაობ პროცესში არის ლიტერატურული კლუბი და მუშავდება, ასე ვთქვათ, კონცეფცია ხელოვნების კლუბის განვითარების შესახებ. ჩვენ აქ უკვე ახალგაზრდებს ვაზრობთ იმის საშუალებას, რომ თავიანთი შემუშავებული კონცეფციის საფუძველზე დეპარტამენტში შემოიტანონ ეს კონცეფცია ერთი წელზე დაწერილი გეგმით, შესაბამისად ჩვენ დავფინანსებთ ამ ყველაფერს.